ძველი შენობის ძველი აივნები დაზიანებულია და გადაადგილების საფრთხეს ქმნის ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება. წლების წინ შენობაში სასტუმრო ფუნქციონირებდა, ახლა ნაწილი კერძო პირებზე გაიყიდა. თქვენ ახლა კადრებში ხედავთ ძველი შენობის აივნებს, რომლებიც დაზიანებულია, ბეტონის იატაკი კი ჩამოშლილია. ჯამში შენობას 8 აივანი აქვს, აქედან უმეტესი მათგანი დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. აივნების შესახებ სიუჟეტი ჩვენ გასულ წელსაც მოგიმზადეთ და შენობის მეპატრონისგან რეაბილიტაციის ამაო დაპირებაც მივიღეთ. ახლა ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში სადგურის მოედანზე ავარიული კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შედეგად კი 2 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა. სასტუმრო მესხეთი შეპესე ვიქტორიას ეკუთვნის, რომელსაც 4 მეწყვილე ჰყავს. მათ შორის არის ახალციხის, ასპინძის და ადიგენის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის ცოლი ქეთევან კოპაძე. კომპანიის დირექტორი კი ჯემალ ჟუჟუნაძეა. ჩვენ ერთ-ერთ მეწყვილეს თენგიზ ბუცხრიკიძეს დავუკავშირდით და მისგან შევიტყვეთ, რომ ავარიული აივნებიანი შენობის ნაწილი კერძო პირებზე გაყიდეს. იგივეს გვიდასტურებენ ახალციხის მერიაშიც. მათი თქმით, რადგან შენობაში უკვე კერძო პირები არიან შესახლებული, მუნიციპალიტეტს მისი რეაბილიტაციის უფლება აქვს. მუნიციპალურ ორგანოში აცხადებენ, რომ იგეგმება შენობის რეაბილიტაცია, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის აივნები წლებია დაზიანებულია და რეაბილიტაცია საჭიროებს. ეს სწორედ ის შენობაა, საიდანაც 2020 წელს ფანჯარა ჩამოვარდა, ქვეითად მოსიარულეს დაეცა და ხელი დაუზიანდა.